კიდევ ერთი თავდასხმა ევროკავშირზე და ევროკავშირის ელჩზე, რომლის ავტორი ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარეა. შალვა პაპუაშვილი პაվել ჰერჩინსკის 9 მაისის ევროპის დღის მისალოთ წერილს უგზავნის, სადაც დიპლომატს და მთლიანად ევროკავშირს ევროპული ღირებულებების დარღვევაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ევროკავშირმა გადაუხვია ევროპის დღის იდეაში ჩადებული საწყისი ევროპული მისწრაფებებიდან და საქართველოს მიმართ მისი პოლიტიკა დაყვანილია ძალადობის, სიძულვილის ენისა და რადიკალიზმის მხარდაჭერამდე. ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე სიძულვილით სავსე ამ წერილში ასევე წერს, რომ შესაძლოა თავად ევროპა მიდიოდეს იმ ბნელი წარსულისკენ, რომლის თავიდან აცილებასაც რობერტ შუმანი და მისი თაობის სხვა დიდი მოღვაწეები ცდილობდნენ. ამ ფონზე კი ოცნების ხელისუფლება კიდევ ერთ ხოტბას იღებს რუსეთიდან. მარია ზახაროვა ამბობს, რომ 9 მაისი საქართველოს და რუსეთის ერთობლივი დღესასწაულია და ულოცავს ქართველებს, რომ 9 მაისი ევროპელებისგან დაიცვა. მარიკა ბოლქვაძე მოისმინა ეს განცხადებები და შეფასებებიც, ახლა ის დეტალებით გვერდდება პირდაპირ ეთერში. დიახ, თამარ, აგრესიული რიტორიკისა და მავნე პოლიტიკის შეწყვეტა, ამასთან უსამართლო რეზოლუციების გადახედვა და უკან გაწვევა. ასეთია ის მოთხოვნები, რომელიც შალვა პაპუაშვილმა პაվել ჰერჩინსკის ღიად გამოქვეყნებულ წერილში წაუყენა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ სავსეა საყვედურებით და პრეტენზიებით. მთავარი კი რაც ამ წერილში წერია არის ის, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სიზულვილის ენას, ძალადობას და მის გავრცელებას. მნიშვნელოვანი ნაწილია აგრეთვე 9 მაისი ევროპის დღე, რომელსაც ევროკავშირი აღნიშნავს და საქართველოს, რომელიც 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს. პაპუაშვილმა პაվել ჰერჩინსკის მოუწოდა, რომ ახლა შესაბამისად გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც სავარაუდოდ 9 მაისს ევროპის დღესთან დაკავშირებით საქართველოში გაიმართება, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები უნდა გაკეთდეს 9 მაისთან დაკავშირებით. ამ განცხადების შემდგომ ცხადია არ დააყოვნა კრემლიდან პასუხმაც. ამჯერად პაპუაშვილის განცხადებას კრემლის პროპაგანდისტი მარია ზახაროვა იწონებს და აღნიშნავს, რომ 9 მაისი საქართველოსთვის და რუსეთისთვის ერთობლივი დღესასწაულია, რომელიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს. რომ არა ასობით 100,000 ქართველი, რომელიც იბრძონდა სამამულო ომში, რომ არა 300,000 ქართველი, რომელიც დაიღუპა სამამულო ომში, არანაირი ევროკავშირი და არანაირი ევროპის დღე არ იარსებებდა. იმედი მაქვს, რომ ის ხარვეზი რაც შარშან დაუშვა ევროკავშირის საელჩომ, წელს გამოსწორდება 9 მაისს საქართველოს აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს და იმედი მაქვს, რომ უცხო ქვეყნის ელჩები და საქართველოს სტუმრები პატივცემენ უპირველეს ყოვლისა იმ ქვეყანას, სადაც იმყოფებიან, იმ დღესასწაულებს, რომელიც მასპინძელი ქვეყანა აღნიშნავს და 9 მაისს ფაშიზმის გამარჯვების დღეს სათანადო პატივს მიაგებენ ხვალ მათ შეკრებაზე. რა თქმა უნდა, 9 მაისი ჩვენი საერთო დღესასწაულია, მეორე დღესასწაული კი ჩემი აზრით უშუალოდ უკავშირდება ქართულ ხალხსა და საქართველოს როგორც სახელმწიფოს. მახსოვს, როგორც ცდილობდნენ საქართველოს იძულებას ან მოტყუებით იმ მდგომარეობამდე მიყვანას, რომ გამარჯვების მიმართ მსუბუქი დამოკიდებულება ჰქონოდა. სცადეს ამ თემის ნახევრად დავიწყება ისტორიის გადაწერა. გახსოვთ, როგორც ცდილობდნენ დასავლური ინტერესების წარმომადგენლები მონუმენტებამდეც კი მიღწევას და მათ როგორმე გაუფასურებას და რა ბედნიერებაა. ვფიქრობ, ეს საქართველოს ქართველი ხალხის მეორე გამარჯვება, რომ ამის გაკეთების საშუალება არ მისცეს და მეხსიერება დაიცვეს. დიახ, შალვა პაპუაშვილი წერილში სხვა საკითხებსაც ახსენებს, მაგალითად ამბობს იმას, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის პრეს-სპიკერმა მოქალაქეებს მწვანე შუქი აუნთო. ამ განცხადების შემდგომ კი პრეზიდენტის სასახლეზე ღია შტურმი მოხდა და მოქალაქეებმა პრეზიდენტის სასახლე აიღეს. ამასთან ერთად ახსენებს ევროკავშირის რიტორიკას, რომ ევროკავშირი მუდმივად იმეორებს იმას, რომ საქართველოს ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში ბნელ წარსულს უბრუნდება და სწორედ მსგავსი ტიპის განცხადებები და პოლიტიკა ამხელს ევროკავშირის მოწოდებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორც ცდილობს ქვეყანაში ძალადობისა და სიზულვილის ენის დამკვიდრებას. რაც შეეხება შეფასებებს, ქართული ოცნების ამ რიტორიკას ოპოზიციაში აფასებენ, ამბობენ, რომ ქართული ოცნების არც ერთ განცხადებას არ აქვს ფასი, ვიდრე ისინი ქვეყანაში უკანონო რეპრესიებს ახორციელებენ, უკანონოდ იჭერენ ადამიანებს და ძალადობენ მოქალაქეებზე.
ქართული ოცნება ფიქრობს, რომ რაღაცა ბრიუსელში გაგზავნილი წერილით ან ვაშინგტონიდან ჩამოსულ დელეგაციასთან საუბრით შეძლებს ქვეყნის შიგნით ნორმალიზებას სიტუაციის. ცდებიან, სანამ ჩვენ არ მოგვისმენენ, სანამ ხალხს არ მოусმენენ, ვერაფრის ნორმალიზება ვერ მოხდება. ერთ დღეს შენ 7 წელი მიუსაჯო შენი პოლიტიკური გადაწყვეტილებით ადამიანებს და მეორე დღეს რაღაც წერილები წერო ბრიუსელში, ეს არ არის გამოსავალი. გასაღები ბრიუსელში არ არის, გასაღები არის თბილისში, საქართველოში და ეს უნდა ესმოდეს ქართულ ოცნებას. სანამ ძალადობ შენს თანამემამულეებზე, შენ ნორმალური, ასე ვთქვათ, გარემოს ამის ნორმალიზებას ვერ შეძლებ ვერცერთ შემთხვევაში. ეს ყველაფერი არის, როგორ გითხრა, ხმაური, რომელმაც ხელი არ უნდა შეგვიშალოს სურათის დანახვაში. ჩვენ გვჭირდება ხელისუფლება, რომელსაც ბუნებრივი ინტერესი აქვს საქართველოს უსაფრთხოების დაცვის და თავისუფლების და თავის დასავლურ ცივილიზაციაში, სადაც ჩვენი ისტორიული ადგილია ყოფნის. და ჩვენ ყავს თავრობა, რომელიც მოტივირებულია მხოლოდ ერთი ადამიანის ძალაუფლებით და ფულით და ამას წირავს ჩვენ მომავალს. ეხლა ტაქტიკურად, როდის რა სიტყვიან, რა ჟესტს გააკეთებენ, აღსებითად ვერაფერს ვერ შეცვლის. ეს ქვეყანა კოპენჰაგენის კითხვების 10 და 180 გრადუსი და გაფრინდა სხვა მიმართულებით რუსეთის უკანაში ამ რეჟიმის პირობებში. ამიტომ რასაც გვეუბნება ევროკავშირი, ეს არის თუ ეს ქალხების მოქალაქეების 80% და ეს არის სტაბილურად ეს რიცხვი იძახის და ჩვენ გვინდა იქ და გვინდა იქ, არ გვინდა გროზნო რო იყოს თბილისი, გვინდა რომ თბილისი იყოს, არ ვიცი, ის არის ლუქსემბურგივით ამბავი. ხო? მაგით ქვეყანა გვიდა. მაშინ ის კოპენჰაგენის კითხვები დავაკმაყოფილოთ, ამიტომ ვიღაცა კი არ გვაიძულებს და თავზე კი არ გვახობს იქიდან რაღაცებს, რომ გინდათ რომ ეს უნდა ჩვენ თუ გვინდა ნორმალური ცხოვრება მიიღწევა ამ რაღაც სტანდარტების დაკმაყოფილებით. პაპუაში მე ეს იცის. პაპუაშვილი არის მონა, 1 ზვიგენიანი მილიონერის და იძულებული ეს დებილობები ლაპარაკობს ყოველ მეორე დღეს. დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება მუდმივად ამტკიცებს იმას, რომ ევროპულ რელსებს არ გადაცდენილან და გადასახედია ეს ურთიერთობა აღსადგენი და გასაგრძელებელი, ახლა მთავარ კითხვად სწორედ ეს რჩება, რატომ ხდება მუდმივად ისე, რომ ქართული ოცნების განცხადებებს კრემლის პროპაგანდისტები, მათ შორის მარია ზახაროვა და სხვები იწონებენ. მარიკა, მადლობა. მარიკა ბოლქვაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. რეჟიმის კიდევ ერთი პოლიტიკური განაჩენი ცნობილი სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გახდება. ლევან ხაბეიშვილის საქმე უკვე ფინალურ ეტაპზეა. ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს პოლიტიკური განცხადების გამო ასამართლებენ შესაბამისად. ივანიშვილის სასამართლომ ახლა უნდა გამოაცხადოს, რა ვადით ისჯება საქართველოში პოლიტიკური განცხადება. პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი, რომელიც სპეცრაზმელებმა სასტიკად სცემეს, სავარაუდოდ დღეს გამოეხმაურება მოძალადეების დაკავებას. საბოლოო სიტყვას კი ლევან ხაბეიშვილი უკვე მომდევნო სხდომაზე იტყვის, რის შემდეგაც მის საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოცხადდება. ლევანი მეორე დღესვე მივიდა პარლამენტში, მეორე დღესვე დაასახელა ორგანიზატორები. ლევანის მარტო 3 ადამიანი არ გაუსწორდა, არის კადრები, სადაც 10-ზე მეტი ადამიანი იღებს მონაწილეობას ლევანის წამებაში. და ამიტომ მე ახლა ნამდვილად არ ვთვლი, რომ მაგათმა გამოიჩინეს კეთილი ნება და ამიტომ გამოიძიეს ეგ საქმე და ამიტომ დააკავეს ის სპეცრაზმელები. ეს რაღაცისთვის დასჭირდათ. თუ გვარაკიძის უწყებას მართლმსაჯულების აღსრულება უნდა და აუცილებლად დაკავება უნდა დაეწყოს ზვიად ხარაზიშვილისგან, გოგა მემანიშვილისგან, მირზა კეზევაძისგან, დინარაძის მიერ შეკერილი და შეთითქმნილი ნახევარ დღეში დაწერილი და გამოგონილი ბრალის მიუხედავად, მაინც არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი და ნახოთ, დაველოდოთ სასამართლო გადაწყვეტილებას. ჩემი ერთ ჩამოყალიბებული პოზიციისგან განსხვავებული მსჯელობის შემთხვევაში მივიღებთ მოცემულობას, რომ ხელისუფლების დამხობისკენ გამიზნული პირდაპირი მოწოდებები თურმე ჩვეულებრივი მოვლენა ამ ქვეყანაში, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესის მიხედვით პოლიციელთათვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გადახდის დაპირება ლეგიტიმური ქმედებაა, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს სრული უფლება აქვს უხეშად ჩაერიოს ნებისმიერი გამომძიებლის საქმიანობაში და ასე შემდეგ, რაც ბუნებრივია თქვენ წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების სრული უგულებელყოფა იქნება. როდესაც მოვიდა გედედეს თანამშრომელი, რომელიც თვითკოსანა შეურაცხყოფელი იყო, რაც სისხლის სამართლის დანაშაული არ იყო, ჯვარედინი დაკითხვის დროს სამართლებრივად განადგურდა და ამის მერე ბრალდებამ ჩათვალა, რომ საერთოდ არ უნდა მოიყვანათ მოწმეები საქართველოს კონსტიტუციით, არც სისხლის სამართლით, პოლიტიკოსის დაპირება, პოლიტიკოსის სიტყვა დასჯადი არ არის და ჩვენ ველოდებით ერთადერთს. კი ძალიან გასაკვირია ამას რომ ვამბობ, მაგრამ იმდენად გამოგონილია სამართლებრივ მეცნიერებას ეწინააღმდეგება ეს საქმე და მე იმედი მაქვს, რომ სრულიად სამართლებრივ მეცნიერებას არ ამოატრიალებს მოსამართლე. არგუმენტები ნათელია, არც ერთი მტკიცებულება ბრალდებას არ წარმოუდგენია, ის მტკიცებულებებიც კი რომელიც წარდგენილი ქონდა 80% ჩახსნეს, გვაქვს ერთი მოწმის ჩვენება და ლევანის საჯარო გამოსვლები ტელევიზიით. თუ კი დღეს სასამართლო გამოიტანს გამომტყუნებელ ვერდიქტს, ეს იქნება არამხოლოდ
სისხლის სამართლის კოდექსი, არამედ სასამართლო პრაქტიკის თავდაყირა დაყენება და ჩაითვლება, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები ითვლება დანაშაულად. ზვიად ხარაზიშვილის პირველი გამოხმაურება მოძალადე სპეცრაზმელების დაკავებაზე. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ მალე ხელბორკილების შესაძლოა მასაც დაადონ. ხარება, რომლის სახელი ამ უმძიმესი ძალადობის ადამიანების წამების ორგანიზებას უკავშირდება, ამბობს, რომ მის თანამშრომლებს არაფერი დაუშავებიათ და ვიღაცამ ისინი შიგნიდან ჩაუშვა. შეიძლება რომ თქვენი პასუხისმგებლობა დადგეს ელოდებით ამას? ნახე, ყველაფერი შეიძლება, ყველგან და ყოველთვის და მე არავის და არასოდეს არაფერს არ გაურდივარ, არაფერი პრობლემა არ არის. გითხარით, გავეცი უკვე მაგას პასუხი. ერთი კვირა მაგ კითხვის მისვამს ყველა და აქ სახთან განან და მელოდებიან და გეუბნებით მეც რა. გამოკითხვაზე ხომ არ დაუბარები ხართ ბატონო ზვიად? არ არის პრობლემა არც ეგ არასოდეს თუ მივალ ყველანი გაიგებ. დაგიბარეს, იყო მათგან რაიმე ტიპის კომუნიკაცია თქვენთან? საგამოძიებო უწყებებიდან. არ იყო და არ გაურდივართ ხო და თუ მივალ ალბათ გაიგებთ ხო? აქციების დროს ნაცემი და ნაწამები მოქალაქეები ამბობენ, რომ მოცნების მიერ დანაშაულის ჩადენიდან წელიწადნახევრის შემდეგ დაწყებული პროცესი მართლმსაჯულების იმიტაცია იქნება, თუ ბრალდებულთა სკამზე არ აღმოჩნდებიან მოძალადეები, ორგანიზატორები და დამკვეთები. 5 სპეცრაზმელის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე კი საქალაქო სასამართლომ შესაძლოა დღეს იმსჯელოს. პროკურატურაში გამართული ბრიფინგი ბევრ კითხვას აჩენს ჩემთვის. იქ არ დასახელებულა არავის ვინაობა, ინიციალები არ უხსენებიათ. ჩემი ინფორმაციით დაკავებულებს შორის არ არის ის პირი, ვიზზე ჩვენ რომ ინფორმაცია მოგვაწოდა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ არამხოლოდ შემსრულებლებზე, არამედ დამკვეთებზე, ბრძანების გამცემებზე და დამნაშავეების მფარველებზე გავიდეს საბოლოო ჯამში გამოძიება. მე მაინტერესებს ზვიად ხარაზიშვილის სად არის ახლა, დავით ყამარაული, ვასილ გასვიანი, ლუკა ედილაშვილი, ესენი არიან სწორედ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ამ სისხლიან ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ. წელიწადნახევარი გვეუბნებოდა ხელისუფლება, რომ თურმე ვერ ადგენდნენ, მათ იდენტიფიცირება ვერ ხდებოდა, არ ქონდათ სანომრე ნიშნები და შეუძლებელი იყო მათ დადგენა და ძალიან ესე დაემთხვა ეს ყველაფერი, რომ თითქოს ეს ყველაფერი გავს იმას, რომ უბრალოდ გადმოაგდეს რაც პატარა ლუკმა საზოგადოებისთვის, რომ დაემშვიდებინათ ის სიტუაცია, რაც ხდებოდა, ასევე ძალიან დიდი წნეხი იყო საერთაშორისო მხრიდანაც, ამოქმედებული იყო საქართველოში მოსკოვის მექანიზმი. ამიტომ ეს უბრალოდ იყო ტაქტიკური რაღაც პატარა ლუკმის გადმოგდება. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მოძალადეების დაკავება შეერთებული შტატების მაღალჩინოსნის ვიზიტს ოცნებამ საგანგებო დაამთხვია და სურს აჩვენოს თითქოს მოძალადეები ისჯებიან. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი კი დღეს ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა სონატა კოლტერთან აუდიენციაზე ოპოზიციის ალიანსის, ძლიერი საქართველო ლელოს და გიორგი გახარიას პარტიის ლიდერები იმყოფებოდნენ. მარკო რუბიოს თანაშემწის მოადგილესთან დისკუსიის მთავარი თემა რეჟიმის ანტიდემოკრატიული პოლიტიკა, უპრეცედენტო რეპრესიები და სწორედ ამის შედეგად შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გზები იყო. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელიც. მანამდე სონატა კოლტერმა აუდიენცია გამართა ოლიგარქის პრემიერ-მინისტრთან და ოცნების პირველ დიპლომატთან. ამერიკელი მაღალჩინოსანი თბილისში ერევნიდან ჩამოვიდა სომხეთში. მისი ვიზიტის მთავარი თემა დაკავშირებადობა და ტრამპის გზის პროექტი იყო. იყო ძალიან გუწფელი საუბარი მასთან დაკავშირებით, თუ რა არის ახალი ამერიკის ადმინისტრაციის პრიორიტეტები ზოგადად გლობალურად, ისე როგორც ჩვენ რეგიონში და კონკრეტულად საქართველოში, იყო ასთა გამოცდა, ჩვენ როგორ წარმოგიდგენია ამ ქვეყნის განვითარება და მათ შორის როგორი უნდა იყოს ამერიკასთან ურთიერთობები ამ ქვეყნის, გასაგებია უნდა იყოს ისეთი როგორიც არის. საუბარი მათ შორის იმაზე, რომ დაპირებებსაც არ უნდა იძლეოდეს ოცნება დღესაც იძლევიან და გუშინაც იძლევიან დაპირებებს, რომ ეხა ამ ვიზიტზე არა და ეხა კიდე ორ კვირაში რაღაც ახალი ვიზიტი იქნება და მერე დავლაგდებით და რაღაცა, რომ ეს ყველაფერი ტყუილები და არის სისულელე. ძლიერ საქართველოს სჭირდება ძლიერი მეგობრები ამერიკის და ევროპის სახით და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შეიცვალოს რეჟიმი, არამედ ძალიან სწრაფად აღადგინოთ ეს ურთიერთობები. ეს იყო ჩვენი ძალიან მკაფიო გზავნილი ამ შეხვედრაზე. განჩენ რაც შემიძლია გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, საქმის კურსში არიან ყველა იმ საკითხზე, რაც ხდება ქვეყანაში. ვერავინ ვერ შეძლებს ეხა ამ შეხვედრების რაღაცა ისე გაყიდვათ იმით, რომ თითქოს რაღაცის ნორმალიზება შეიძლება მოხდეს იმ პროცესების, რაც საქართველოში ხდება. საქართველოს ეროვნულ ინტერესებს სჭირდება
მთავრობა, რომელიც ემსახურება არა ერთი კაცის ძალაუფლებას ივანიშვილის და ფულს, არამედ საქართველოს მოქალაქეებს. და რომელსაც შეუძლია ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან წყობრი ხედვის მიტანა, რატო არის მორალურად და პრაგმატულად მნიშვნელოვანი საქართველოს უსაფრთხოება, საქართველოს თავისუფლება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ივანიშვილის რეჟიმს ეს არ შეუძლია, აი დეფოლტით არ შეუძლია და ეს შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ ხელდაკრეფილები ერთსაერთი შევსვა ასპარეზზე ვერ ვიქნებით. ჩვენ ვისაუბრეთ იმ მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის, მისი უსაფრთხოებისთვის, მისი ეკონომიკური განვითარებისთვის, ამიტომ შეერთებულ შტატების ღრმა ჩართულობა რეგიონში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, შესაბამისად ჩვენ ხარს უჭერთ იმ ცდილობებს, რომელსაც ხედავთ შეერთებულ შტატების მხრიდან, რომ იყოს უფრო მეტად ჩართული მათ შორის უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ პროექტებში, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს, საქართველოს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კანონის უზენაესობის გარეშე არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის რა თქმა უნდა საქართველოში, შეუძლებელია ვისაუბროთ სტაბილურობაზე. და ის რომ საქართველოში სტაბილურობა არის აუცილებელი, ეს არის მათ შორის რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს თანმხლევდრი ინტერესები. ორწლიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი კუჭუაშვილმა დღეს საპატიმრო დატოვა. ის 2024 წლის მაისში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს დააკავეს. კუჭუაშვილის პირველი ინსტანციის სასამართლოს მაშინდელმა მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პოლიციელზე თავდასხმის მუხლით, თუმცა სააპელაციო მუხლი გადააკვალიფიცირა და სასჯელის სომად 2 წელი განსაზღვრა. გიორგი კუჭუაშვილისთვის დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა იმაში, რომ მან ნახევრად ცარიელი ბოთლი ისროლა სპეცრაზმელის მიმართულებით, რომელიც თვალში მოხვდა სპეცრაზმელს, რომელსაც ჩაფხუტზე მინის ნაწილი იმ მომენტში აწეული ჰქონდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ შეწყალების თხოვნას ხელი მოაწერა, ასევე რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების დროს დაკავებულმა კიდევ ერთმა პატიმარმა, ფრიდონ ბუბუტეიშვილმა, რომელიც უკვე 2 წელია სასჯელს უმძიმეს პირობებში ლაითურის ციხის სამარტოო საკანში იხდის. და სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ოპოზიციის წარმომადგენლის და აქტივისტის გელა ხასაიას სასამართლო პროცესი, მას გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება. ცნობილია, რომ გელა ხასაია საპატიმროში გაატარებს 1 წელს, ანუ სექტემბერში გადის ეს 1 წელი და 3 წლიანი პირობითი მსჯავრი დაეკისრა. მარიამ ლეკიაშვილი ესწრებოდა ამ სასამართლოს ხდომას, ის ახლა დეტალებით შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. დიახ, კოალიცია ცვლილებისთვის დაუწყვეტი პროტესტის მონაწილემ გელა ხასაიამ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, მან აღიარა ბრალად ჩადენილი ქმედება, იგივე გაიზიარა მასთან ერთად ბრალდებული სკამზე მჯდომა ვასილ ქერდიყოშვილმაც. საპროცესო შეთანხმების მიხედვით პროკურატურა ითხოვდა, რომ მათ 1 წელი გაეტარებინათ პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 წელი მათ პირობითი სასჯელი მოეხადათ. იგივე პოზიცია გაიზიარა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემაც, მან განაჩენი სულ რამდენიმე წუთში გამოაცხადა და სწორედ ეს არის ირაკლი ხუსკივაძის საბოლოო განაჩენი. გელა ხასაია, ასევე ვასილ ქერდიყოშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარებენ 1 წელს, ხოლო 3 წელი მათ მოუწევთ პირობითი მსჯავრის მოხდა. გელა ხასაიას პარტიის წევრები, ასევე მისი ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება, რომ გელა ხასაიას გაეფორმებინა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება იყო მათი დაჟინებული მოთხოვნა, ვინაიდან სასამართლოს პირობებში მათ არ ჰქონდათ სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი, ამიტომ მათ ამჯობინეს, რომ გელა ხასაიას ციხეში გაეტარებინა მხოლოდ 1 წელი და არა 4 წელი, რასაც ითვალისწინებდა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება. საიდან საქართველოს ისმის სამართლის 51-იანობის პრეზიდენტის შესაბამისად ერთ-ის თავისუფლების აღკვეთა განხილვის ხოლო საჭირის დარჩენილი ნაწილი სამის თავისუფლების აღკვეთა საქართველოს ისმის სამართლის 63-64 წლის შესაბამისად ჩაერთონოს პირობითად და გამოსაზრებად განსაზღვროს 3 წელი. მე მხოლოდ იმის ხელშემიძლია რომ გელას ქონდა არჩევანი გასაკეთებელი, თუ იტყოდა რომ დავარტყი
აქ შემთხვევაში ერთ წელს მისცემდნენ ციხეს, რაც მოხდა, თუ არა და გაუშვებდნენ ციხეს. ჩემი დაჟინებული თხოვნა იყო მის დამე რომ საკუთარი ჯიუტი ხასიათი არ გაეხადა იარაღად რეჟიმის ხელში. მე ვჭირვაქ რომ მარტო ჩემი თხოვნა არ იყო ეს, მეგონი მისი მეგობრების თხოვნაც ეს იყო. ეს არის რაც ნახე დღეს მეტი არა. გელა ხასაია სახელმწიფო ბრალდება განზრახ პირის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებოდა მას ახლა პენტენციურ დაწესებულებაში 1 წელის გატარება მოუწევს. გელა ხასაია საპატიმროს 1 წლის შემდეგ 29 სექტემბერს დატოვებს. მარიამ, მადლობა. მარიამ ლეკიაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში, როგორც თქვენ მოისმინეთ, გელა ხასაიასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ის ციხეს საპატიმროს დატოვებს სექტემბერში და 3 წლიან პირობით მსჯავრს მოიხდის ამის შემდეგ. აი ასეთია მოკლედ ახალი ამბები ამ დროისთვის. დღის მთავარ თემებზე უნდა დავიწყოთ საუბარი ჩვენ სტუმრებთან ერთად და რასაკვირველია ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება ოცნების პროკურატურის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება 5 სპეცრაზმელის დაკავების თაობაზე. რას ნიშნავს ოცნების მხრიდან ეს ნაბიჯი ნამდვილად გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ სჯერა ვინმეს ამის რომ მან გადაწყვიტა მოძალადეების დასჯა თუ აქვს სხვა ჩანაფიქრი რისთვისაც საჭირო იყო მსგავსი ნაბიჯის გადადგმა და უბრალოდ ოცნებას არ ჰქონდა სხვა გამოსავალი თუ არა დაეკავებინა საკუთარი რიგებიდან ის მოძალადეები რომლებსაც აქამდე ეგონათ რომ მათ ვინაობას უბრალოდ ვერავინ გაიგებდა. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ზვიად ხარაზიშვილის იგივე ხარებას განცხადება დღევანდელი როდესაც მას ჟურნალისტებმა კითხეს დაიბარეს თუ არა ის თავად გამოკითხვაზე თქვენ გახსოვთ კარგად რომ საპროტესტო აქციების მიმდინარეობის პარალელურად როცა იქ ადამიანებს აწამებდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ იქვე შორი ახლოს იმყოფებოდა ყოველთვის ზვიად ხარაზიშვილი საკუთარ მანქანაში იქიდან ადევნებდა თვალყურს და ალბათ გასცემდა ბრძანებებს ვინ უნდა ეცემათ და ის თავადვე ამბობდა რომ აქვს როგორც თვითონ ეძახდა არაკაცების სია თუ ვინ უნდა ეცემათ და ამ სიის მიხედვით მოქმედებდნენ შემდეგ უკვე მისი ხელქვეითები. ანუ შესაბამისად ადამიანები, რომლებიც ამ ბრძანებას ასრულებდნენ, რასაკვირველია არიან დამნაშავეები, მაგრამ ასევე დამნაშავეები არიან ის მათი ზემდგომები, ვინც გასცემდა ამ დავალებას და ვინც იძლეოდა მსგავს მითითებებს. ჩვენ ახლა დავით ქაცარავა უნდა შემოგვიერთდეს პირდაპირ ეთერში, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, რომლის კადრები დარწმუნებული ვარ ყველას გვახსოვთ. ეს იყო 2 წლის წინ, როცა დავით ქაცარავა სასტიკად სცემეს მაშინ სპეცრაზმელებმა და მე მახსოვს დავით მოგესალმები მქონდა თქვენი ჩართვა საავადმყოფოდან და მართლა წარმოუდგენელი იყო ყველაფერი გეწერათ სახეზე ისევ როგორც ამის შემდეგ უკვე არაერთ ადამიანს. დავით პირველ რიგში თქვენი რეაქცია მაინტერესებს ქართული ოცნების ამ გადაწყვეტილებაზე. რას ნიშნავს ამ სპეცრაზმელების დაკავება? რას ხედავთ თქვენ ამ ნაბიჯის უკან? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, დიდი მადლობა ჩართვისთვის და დიახ, დღეს თავარი ეს ბოლო 2 დღე თავარი თემა გახდა ამ ჯალათების დაკავების საკითხი, თუმცა ჩემთვის პირდაპირ ვიტყვი, რომ ჯერჯერობით გაურკვეველი არის მიზანი რას ემსახურება ეს დაკავებები. მე გულწრფელად რომ გითხრათ არ მჯერა იმისი რომ მათ გამოიძიეს რამე და შესაბამისად დაიწყეს დასჯა ამ ჯალათებს. მე ვფიქრობ რომ ჯერჯერობით ძალიან მოვერიდები წინასწარ დასკვნებს, მაგრამ წინასწარ მაინც მინდა ვთქვა რომ ეს უფრო წააგავს რაღაც თამაშს, უნდათ რომ რაღაც ძვალი გადმოაგდონ საზოგადოებას და აჩვენონ რომ თითქოს დაიწყეს გამოძიება, რომელიც 2 წელი ფაქტობრივად არაფერს აკეთებდა, ერთი ფაქტი არ გამოუძიებიათ და ამაზე მსჯელობა ალბათ უფრო რელევანტური იქნება და მეც გვეტყვის მომავალი თუ ეს გაგრძელდება და კიდევ სხვა ჯალათებს ვიხილავთ დაკავებულებს და დაჟილებს. მაშინ შეიძლება ვთქვათ რომ ხო რაღაც ბერკეტებმა იმოქმედა ამ სისხლიან
მთავრობაზე და მან გადაწყვიტა რომ რაღაცა სამართლიანობის მაგვარი აღადგინოს, მაგრამ მე ამის კულტურულად რო გითხრათ არ მჯერა მგონია რომ ეს არის გარკვეული თამაში, თუმცა მალე ჩვენ დავინახავთ კიდევ უფრო მეც. დაუბრუნდები იმას, რომ 2 წლის განმავლობაში ასეულობით საქმე იყო, სადაც ადამიანები სასტიკად ნაცემი იყვნენ, ნაწამები იყვნენ. ძალიან კარგად ვიცით ჩვენს და თვითონ ამ კოც მთავრობამაც რას აკეთებდნენ ეს ეგრეთ წოდებული სპეცრაზმელები, რომლებიც ადამიანების წამებაში და ცემაში არიან გამოწვრთნილები, რას აკეთებდნენ, როგორ სცემდნენ, როგორ აწამებდნენ განსაკუთრებით აი სპეცმანქანებში და ეს ისტორიები საზოგადოებისთვის ცნობილია. რატო არ არის დანარჩენი ასე ვთქვათ ჯალათი გამოვლენილი, ეს არის მთავარი კითხვა. რატომ დაემთხვა ესე ვთქვათ ჟურნალისტურ გამოძიებას მეორე დღეს უცებ გამოვიდნენ და აი ნახეთ 5 ადამიანი ჩვენ დავაკავეთ ჯალათები, ხო? დაემთხვა ასევე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ვიზიტს და აქ ბევრი კითხვის ნიშანია ნამდვილად. დავით და მე მგონი არ არსებობს საქართველოში საღად მოაზროვნე მოქალაქე, ვინც იტყვის, რომ აი ახლა 5 სპეცრაზმელი სცემდა ამდენ ხალხს, აწამებდა ჯერ მარტო თქვენს ეპიზოდში 10-მდე ადამიანი მონაწილეობდა, თუ ზუსტად მახსოვს, ვინც თქვენ გირტყამდათ და მათ შორის აი მინივენის ეპიზოდი, რომელიც თქვენ ახსენეთ, იქ სასტიკად გისწორდებოდნენ და ასევე დავით ალბათ მნიშვნელოვანია მთელი ჯაჭვი ხო ამ ძალადობის, ერთია შემსრულებლები, მეორე არის ბრძანების გამცემები, უშუალო ხელმძღვანელები აი ამ ჯალათების და კიდევ პოლიტიკური ხელმძღვანელობა, იმიტომ რომ თქვენ როდესაც აი ამ მდგომარეობაში მიგიყვანეს, რომლის კადრებიც გადის ახლა ჩვენთან პირდაპირ ეთერში, თქვენ იხსენებდით მაშინ რომ გიღებდნენ ფოტოებს და ვიდეო კადრებს და შემდეგ ეს კადრები ვიღაცასთან იგზავნებოდა, თავად სპეცრაზმელები ამბობდნენ რომ გაუგზავნოთ ახლა ვაჩვენოთო როგორ კარგად ცემეთო ასე ვთქვათ დავით კაცარავა. აი ეს მიუთითებს თუ არა იმაზე რომ ეს სწორედ სისტემური დანაშაულია და თუ სისტემური დანაშაული არ გაიხსნება, მაშინ 5 სპეცრაზმელის დაკავება უბრალოდ არაფერს არ ნიშნავს გარდა იმისა რომ ვიღაცასთან ხვალ თავი მოიწონოს ქართულმა ოცნებამ. ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი, როდესაც თქვი რომ ეს წააგავს ამ ეტაპზე რაღაცა ძვალი გადმოუგდეს საზოგადოებას, რომ აგერ ნახეთ სჯით, მაგრამ 5 სპეცრაზმელი სისტემას ვერ შექმნიდა. 5 სპეცრაზმელს შეიძლება მართლა ვიღაცისთვის დაერტყა და ზედმეტი მოსწოდა, მაგრამ სინამდვილეში იმდენი ადამიანი არის ნაცამი, იმდენი ადამიანი არის ამ სპეცმანქანებში, ნაწამები ქუჩებში, იგივე ზვიად მაისაშვილი რა გაუკეთეს, ხო? ყველამ კარგად ნახა ამ კადრებში. ამიტომ ეს ვერაცდება სისტემურ დანაშაულს ვერც ერთ შემთხვევაში, ხო? და ამიტომაც ხალხს უსვამ იმას, რომ ამ 5 ჯალათის ვითომ დასჯით არ უნდა შემოიფარგლოს ეს ეგრეთ წოდებული გამოძიება. ხარება ხო უნდა დაებარებინა, დავით დღეს ის ამბობდა, რომ არ დაუბარებივა, რომ ზადვარო მე ვაგო პასუხიო და მე წავალ და ჩავჯდები ციხეში, თუ სამშობლო სჭირდება, ჩემი ბიჭები რა შუაში არიან, მათ არავინ უწამებიათ, ეს გააკეთა ვიღაც არაკაცმაო და შიგნიდან ჩაუშვეს ეს ბიჭები, რომ თვითონ თბილად ყოფილიყვნენო. ანუ ერთი არაკაცი აწამებდა ასეულობით ადამიანს, ანუ მანქანაში დარბოდა და ჩვენ ყველას გვეჩვენებოდა ის ერთი ადამიანი 3-ად, 4-ად და 10-ად და 15-ად. ხო, კარგად ვიცით რომ ლევან ხაბეიშვილს მე მგონი 10 თუ 15 ადამიანი სცემდა. იგივე ხდებოდა ჩემ შემთხვევაშიც, როდესაც ჩემი ცემა დაიწყო მართლა 12-დან 15 კაცამდე იყო, ვინც წრეში მომაქცია, ხო? ანუ მოგვეჩვენა ის ერთი ადამიანი გამრავლდა. ბუნებრივია რომ ეს ადამიანები, ეს არა ადამიანები უпростоრად რა. ამას თავისი ინიციატივით არაკეთებდნენ და ეს ყველაფერი ხდებოდა ბრძანების საფუძველზე, ხო? ესენი შემსრულებლები არიან, მაგრამ ეს და ასრულებდნენ ბრძანებას და თუმცა ეს მათ დანაშაულს არ ამსუბუქებს არანაირად, იმიტომ რომ უკანონო ბოროტი ბრძანების შესრულება ცალკე დანაშაული არის და ბუნებრივია უნდა ვისაუბროთ და მოვძებნოთ და მოვითხოვოთ დამკვეთები, ბრძანების გამცემი არაადამიანები, რომელიც შეიძლება ერთ-ერთი იყოს თვითონ ხარებაც, რომელიც პირდაპირ ეთერში მაშინ
ტრაბახობდა იმით, რომ თურმე სიები აქვს საცემი ხალხის და ბუნებრივია, რომ ხარება და მისი მოადგილეები გასცემდნენ ამ ბრძანებებს. ამის ზემოთ რა ხდება, ეს ცალკე ისტორია არის, თუმცა ამ ხუთი ჯალათის ვითომ დასჯით ეს არ უნდა შემოიფარგოს, ეს არ უნდა გაჩერდეს. ხარებას ყავდა კიდე თავის ზემდგომი მინისტრის სახით და იმ მინისტრს კიდე ყავდა თავის ზემდგომი და ამ ქვეყანას ყველაზე დიდი ზემდგომი ვინც ყავთ, ესეც ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მის გარეშე არაფერი არ ხდება და თავად ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტები როცა ამბობენ, რომ ყველა ბუჩქსა და ფოთოლში ბიძინაო, ხო? აი ამ სპეცრაზმელებშიც ბიძინაა, თქვენ ვინც გირტყამთ, გაწამებთ და ვინც აი ამ ქვეყანას ასეთ დღეებს და კვირებს უწყობს და წლებს, ისიც ბიძინაა სწორედ და ის არის მთავარი დამკვეთი ამ ყველაფრის, ეს ჩემი პირადი აზრია და ალბათ ასია, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის გარეშე არაფერი ხდება. დავით, აი ამ პროკურატურის განცხადების შემდეგ თქვენი საქმიდან, თქვენს მიმართ წამებიდან და არაადამიანური მოპყრობიდან უკვე 2 წელი გავიდა, მაისში იყო, ხო? 2024 წლის 15 მაისი ან 14 მაისი იყო ზუსტად. ხო, მარ დაგიკავშირდათ ვინმე აი ამ დღეებში მაინც, რადგან ასე დაიწყეს, ასე ვთქვათ, მოძრაობები. არავინ გამოსულა კონტაქტზე, ვფიქრობ, რომ არც არავინ შემეხმიანება. ჩემი საქმე დიდი ხანია შემოდებულია თაროზე და ეს შიდა ასე ვთქვათ არხებით შემატყობინეს, რომ შენი საქმე არც არასოდეს გამოიძიებაო, სანამ იქნება ქორწმთავრობა, ასე რომ ამის ილუზია დიდად არ მაქვს. ნუ თუ შემეხმიანებიან, კი ბატონო, შემეხმიანონ, თუმცა მინდა ვთქვა, რომ გნებავთ ჩემი საქმის, გნებავთ სხვა საქმეების გამოძიება არის უმარტივესი რამ, იმიტომ რომ ეს დანაშაული იყო სისტემური და ძალიან კარგად იცოდნენ, ვის აძლევდნენ დავალებებს, ვინ იყო შემსრულებელი, ვის სცემდნენ და რატომ სცემდნენ. ძალიან მარტივი არის ნების არსებობის შემთხვევაში ამ საქმეების ბრჭყალებში გახსნა, მაგრამ ნება არ არის და თუ ეს ნება იქნება ამ ასე ვთქვათ შემსრულებლების პოვნა ჩათვალეთ ერთი დღენახევრის საქმეა, მეტი ამას არც სჭირდება. კი ბატონო, დიდი მადლობა დავით, მადლობა. არ ვიცი რამდენი წელი შეიძლება დასჭირდეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში დადგება აუცილებლად დრო, როცა პასუხს აგებენ დამნაშავეები. ყველა რგოლი ქვედა მართლა შემსრულებლიდან დაწყებული, სულ ზემოთ ბრძანების გამცემით თუ აი ამ გადაწყვეტილების. ასეთ საქმეებს ხანდაზმულობა არ გააჩნია და ნუ ექნებათ ილუზია ამ ჯალათებს და არაადამიანებს, რომ ეს წამება ამდენი ადამიანის მათ შერჩებათ. დღე დადგება და ყველა აუცილებლად წარდგება კანონის წინაშე და ისინი აუცილებლად კანონის სრული სიმკაცრით დაიჭებიან. აუცილებლად. დიდი მადლობა დავით, მადლობა ჩართვისთვის. დავით კაცარავა, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, საუბრობდა პირდაპირ ეთერში, რომელიც ზუსტად 2 წლის წინ სასტიკად აწამეს ხარებას სპეცრაზმელებმა და ვინაცვლებს სტუდიაში ჩვენთან ერთადაა ლევან ბეჟაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. მოგესალმებით, ბატონ ლევან. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ბატონ ლევან ხაბეიშვილი ერთ-ერთია იმ ასობით დაზარალებულ შორის, ვის წინააღმდეგაც აი ასეთი სასტიკი მეთოდებით მოქმედებდა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. ხო, რას ნიშნავს თქვენი აზრით ამ 5 სპეცრაზმელის დაკავება? რატომ დასჭირდა ახლა ქართულ ოცნებას? დავიწყოთ ქრონოლოგიურად. ქართული ოცნება ჯერ თავიდანვე უარს აცხადებდა და არ აღიარებდა, რომ რაიმე ტიპის ზალადობა ხდებოდა თბილისის ქუჩებში. შემდგომ ნახეთ კობახიძის განცხადება, რომ რაღაც ტიპის ასე ვთქვათ ზალადობები ხდებოდა დასახელდა ლევან ხაბეიშვილი. აცხადებდნენ, რომ იდენტიფიცირება ვერ ხდება და დღეს უკვე ჩვენ ნახეთ, რომ 5 ადამიანის დაპატიმრება მოხდა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ერთის მხრივ საერთაშორისო წნეხი მათზე მოქმედებს, იმიტომ რომ საუბრითაც კი არავინ არ ესაუბრება, მანამ სანამ ესეთი ვითარება არის ქვეყანაში, ოდესაც ასეთი ამდენი გამოუძიებელი საქმე არსებობს და რიგით პოლიტიკოსებს თავი დაუნებოდ, რიგით მოქალაქეების მიმართ ასეთი სისტემური ზალადობა ხორციელდებოდა და ხელისუფლება არც კი რეაგირებდა, როცა ვიდეო კადრებიც არსებობდა და ბევრი მტკიცებულება არსებობდა და განსაკუთრებით ასე ვთქვათ ამ პროცესის ინსპირატორი იყო და მადლობა უნდა ვთქვათ ელისო ჯარიაშვილს და მის გუნდს ის ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში, ოდესაც დადგინდა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ერთი წელიწადზე მეტი გავიდა, არც კი დაუკითხავთ ვინმე
გედედეს ხელმძღვანელობიდან. მაშინ თუ იდენტიფიცირება ვერ ხერხდება რიგითი სპეცსაზმელის, რომელიც აღჭურვილია და დაფარულია სახით და ამავდროულად მათი ხელმძღვანელების იდენტიფიცირება ხო ხდებოდა, როცა პირველი რგოლის იდენტიფიცირება ვერ ხდება, მაშინ მეორე რგოლის იდენტიფიცირება უნდა მოახდინოს და მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაიდგას. მაშინ დეპარტამენტის უფროსის იდენტიფიცირება ხო იყო, რომელიც ჩართული იყო ბრძანა ის ჯარისკაცების სპეცსაზმელები ხო ვიღაცის უკანონო ბრძანების შესაბამისად მოქმედებდნენ. რომ ხედავდნენ რომ დანაშაული იქნა ჩადენილი, შიდა გამოძიებით ხო უნდა ჩაეტარებინათ გამოძიება და დაედგინათ ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული. მათ შორის გენერალური ინსპექცია, მათ შორის მინისტრის მოადგილეები, მინისტრი თქვენ დაასახელეთ აბსოლუტურად ლეგიტიმურად. ანუ აქ ქართული ოცნება პასუხისგებლობას ვერ გაექცევა და ეხლა 5 ადამიანის დაჭერა არ არის საზოგადოებისათვის პასუხი. ეს პირიქით უფრო მეტი გამოწვევა არის და მეტი სილის გარტყმა საზოგადოებისათვის, როცა 5 ადამიანზე გინდა მთელი ესეთი სისტემური დანაშაული, ასე ვთქვათ, გადატეხო. ამიტომ ბუნებრივია ჩვენი ამოცანა უნდა იყოს რომ და მათ შორის ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებსაც უნდა მოუწოდებ და მათაც ეს ძალიან კარგად იციან რომ ასეთი ასე ვთქვათ ბარტყების გადმოგდებით არ არის ეს რეაგირება. რა თქმა უნდა, ნუ გვაუწყდება ჩვენ რომ ხალხი მოწამლეს და ამაზე BBC-ს საგამოძიებო გადაცემა იქნა მიძღვნილი მთელი და სასამართლოშიც იქნა განხილული და სასამართლომ არც კი მიიღო ქართული ოცნების საჩივარი BBC-ს დამემართებაში და ამავდროულად და არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, კონკრეტული ჩვენებები და ეს ფაქტი კვლავ გამოუციებელია. ხო, იგივე რაც ხდება პოლიტიკოსებთან მიმართებაში. ხა ლევან ხაბეიშვილი ფაქტიურად ხო გაწირული იყო, ხო მოკლეს. აი ჩვენ თვალწინ მათი ხელიდან ის არის უბრალოდ გადარჩა და შემდგომ მეორე დღეს ზვიად მაისაშვილიც, ლევან გურამროკავაც, აი ბაკაჩიხლაძეც, რა ვიცი, აი რამდენი ადამიანი ჩამოთვალოთ, ვინც აი მათი ხელიდან არიან მოკლულები. მართლა უბრალოდ რაღაცა ის შემთხვევამ და ბედისწერამ გადაარჩინა ალბათ ეს ადამიანი. დიახ და ამიტომ იგივე რაც ხდებოდა თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, როდესაც გახსოვთ ხო, იყო მოწამვლის ფაქტი, საერთაშორისო ექსპერტებმა ეს მოწამვლის ფაქტი დაადგინეს. ჩვენ საზოგადოებამ, ჩვენ არის საზოგადოებამ თლიანად ჩვენ შევდივართ მაშინ. რაღაც გულგრილად გავატარეთ და საბოლოო ჯამში ამ ფაქტზე გულგრილობის გამოხატვით მივიღეთ ის, რომ მთელი საზოგადოება მოწამლეს შესაბამისი გაზებით, ხო? ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ არც ერთი ესეთი დანაშაული არ დარჩეს ყურადღების მიღება. 5 ადამიანი დააპატიმრეს და 5 кейსი გამოიწიეს, უნდა მოვითხოვოთ 100-ვე თუ 150 თუ 200 кейსის გამოძიება 200-ვე ადამიანის პასუხისმგებლობა თუ რამდენიც იქნება, იმიტომ რომ თუ ჩვენ ლოიალობას გამოვიჩენთ ერთი დანაშაულის მიმართ, მე ეს დანაშაული სხვა ასეულობი და ათასეულად ადამიანზე. თუმცა აი ლევან, მაგალითად 200 სპეცრაზმელიც რომ დაიჭირონ, თუ კი არ იქნება ეს მთელი ჯაჭვი გამოძიებული. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დაერქმევა თუ არა ამას. რა თქმა უნდა, თვითონ სპეცრაზმელებმაც უნდა იცოდნენ, რომ ისინი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევენ. რაც არ უნდა უკანონო ბრძანება და რაც არ მაღალ თანადობის პირმა გასცეს ეს ბრძანება. 20 ივნისიდან მოყოლებული, სულ ამას ამ კითხვას ვსვამთ, ვინ გასცა ბრძანება? მაშინ ვინ გასცა ბრძანება? ძალიან კარგად ვიცით. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, როგორ ხდება ამ ბრძანებების გაცემა. აქ უშუალოდ ხელმძღვანელობდა ეს ხარება, მინისტრის მოადგილე, რომელიც კურირებდა ეს შესაბამის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც დღეს სუში დააწინაურეს და ჩვენ მოგონია ქართულ ოცნებას, რომ ჩვენს პარტნიორებს არ აქვთ ინფორმაცია. რომ 5 ადამიანი სპეცსაზმელი დაიჭირა და დეპარტამენტის უფროსი უშროების მოადგილეს ფირსების ორდენები გადასცეს, ხო, ამით ხო ყველაფერი ნათქვამია. ამიტომ მოდით, მე არ მაქვს ეს ილუზია, რომ ამით ახლა ქართულმა ოცნებამ დაალაგა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ამერიკელებთან. კი, ეს რაღაცა სასაუბროდ, მაგიდაზე სასაუბროდ რომ მქონდეს, აი მიმდინარეობს გამოძიება და დავაკავე და იდენტიფიცირება მოვახდინე და ამავდროულად ეს აყოლპუროდ შეიძლება გქონდეთ არგუმენტად, მაგრამ ფაქტი არის, რომ დღეს ქართული ოცნება აღქმა საერთაშორისო ასპარეზზე არის დანაშაულებრივი ავტოკრატული რეჟიმის, რუსული გავლენის ქვეშ ყოფილი ავტოკრატის რეჟიმი. ამიტომ მათ მიმართ შედეგებიც შესაბამისი იქნება. კი ბატონო, და თან ერთმანეთის პარალელურად რას აკეთებს? აი მხოლოდ გუშინდელი დღე რომ ავიღოთ, ლევან, 5 სპეცრაზმელი ვითომ ბარტყებივით გადმოუგდო საზოგადოებას და პარალელურად დააკავა 10 ადამიანი სრულიად არარსებული მტკიცებულებების საფუძველზე 7 წლით, 5 წლით გაუშვა ციხეში, ხო? აი ეს ამით აჩვენებს რასურსს. აუცილებლად უნდა შევეხოთ ამ გუშინდელ უკანონო გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ 4 ოქტომბრის ასე ვთქვათ მოვლენები თავისი შინაარსით ძალიან დამღუპელი იყო ქართული ოცნებისათვის, იმიტომ რომ პრაქტიკულად ერთ ცდელობა ჰქონდათ, რომ 4 ოქტომბრის ეგრეთ წოდებული თვითმმართველობის საჩვენებით ლეგალიზაცია მოახდინა თავიანთი ხელისუფლება და ხალხმა, რომელიც
გამოვიდა 100,000-ობით რუსთაველზე დაამტკიცა, რომ ეს არჩევნები ლეგალური არ იყო და ამიტომ 4 ოქტომბრის უახლოეს ისტორიაში შევა როგორც პროტესტის დღე და არა თვითმმართველობის არჩევნების დღე ეს ერთი. მეორე იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი დღე. მერწმუნეთ ახლა სხვა აქციები ჩვენ გვინახია ყოფილვართ, სხვადასხვა ექსესები ყოფილა ამ იმას. ეს 4 ოქტომბრის აქცია აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო. თუ ის ღობის ასე თქვათ ჩაჭრაც ვიცი და დამტკიცებულებებითაც დადასტურდა, რომ იყო აბსოლუტურად წინა დღეს გაკეთებული და არ შეიძლებოდა რომ იმ წუთას ესეთი რამე მომხდარიყო. არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა საქმის განხილვების დროს, მხოლოდ ვიდეო მტკიცებულებები და იქ ისეთი ადამიანები არიან, ვინც საერთოდ იმ წუთას იქ არც იმყოფებოდნენ და საერთოდ პაატა მანჯგალაძე, ირაკლი ნადირაძე საერთოდ ერთი ფოტოს გადაღების გამო, ასე თქვათ, გაატარეს საორგანიზაციო ჯგუფში და იქ საერთოდ საორგანიზაციო ჯგუფი არც არსებობდა, ადამიანები იყვნენ, რომლებიც უბრალოდ გულშემატკივრობდნენ იმ საპროტესტო დღეს, რომელიც მთელი საზოგადოების ძალისხმობით შედგა. ამიტომ ბუნებრივია ეს იყო ქართული ოცნების, ასე თქვათ, სამაგიერო სვლა ავტოკრატიის სასარგებლოდ, რომ 4-5 სპეცნაზელი დავიჭერე, მაგრამ სამაგიეროდ აგერ პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, მურთაზოდელავა, პაატა მანჯგალაძე და სხვაები ჩვენკია და სხვაები. ლევან ხაბეიშვილზეც იქნება დღეს ველოდებით, რომ საბოლოო დღეს უნდა დამთავრდეს ეს და ველოდებით, რომ აქ ლევან ხაბეიშვილთან მიმართებაშიც ნონსენსი რა არის. 9 თვეს ისე, 8 თვეს ისე ადამიანი და მისი საქმის განხილვას მოსამართლე მოამდომა მხოლოდ 4 საათი. ანუ მხოლოდ 4 საათის განმავლობაში განიხილებოდა ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებული კონკრეტული ერთი მტკიცებულება, ისიც იყო გედედეს, ვინც ცემა, ვინც დაასახიჭრა, მისი ჩვენება, სხვა გედედეს თანამშრომლების ჩვენებები ჩახსნას იმდენად აბსურდული იყო. ანუ ვინც დაასახიჭრა ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებამ რო იცოდეს და ვინც სასიკვდილოდ გაიმეტა და სცემა, ის გამოიყენეს მოწმედ. სასამართლოზე მოწმედ ლევან ხაბეიშვილის თურმე შეურაცხყოფა იგრძნო, რომ შეურაცხყოფად იგრძნო თავი რომ ბიუჯეტიდან განაზღაურებდა ანაზღაურებას იმ შემთხვევაში თუ სპეცნაზელები არ იძალადებდნენ ქართულ ხალხზე. უკანონო თუ არ მოიქცევითო დაგაჯილდოვებთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აი ამის გამო დღეს ასამართლებენ ლევან ხაბეიშვილს. ამიტომ ბუნებრივია ჩვენ მესმის რომ რთული არის ხანდახან რაღაცა სტაგნაციას განვიცდით, რაღაცა იმედი გაგვიცრუდება, მაგრამ მეწმუნეთ აი ბრძოლას აქვს აზრი. პარალელურად იმდენი უბედურება ხდება, რომ აი რაღაცნაირად თითქოს ესეც რაღაც მგონია რომ პროპაგანდის ნაწილია და ეს რუსული მეთოდების ნაწილია რომ თითქოს შეაჩვიეს საზოგადოება და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ გვამყოფოს მოდივად რომ აი არაფერს აზრი არ აქვს რომ რა ქვია ყველაფერი განწერული აი მაინც ბიძინა იქნება ბევრი ფული აქვს და ასე შემდეგ მაგრამ მერწმუნეთ დღეს ქართული ოცნება ისე დღეში არის რომ აი თავისი თავი გაჭირვებია და მერწმუნეთ აი 500 დღეზე მეტ ბრძოლას გამოსულებს მადლობა ყველა აქტივისტს ვინც ასე გულით ყოველდღე გამოდის და აპროტესტებს პოლიტიკოსებს რომლებიც ციხეში იჯდნენ და მერწმუნეთ ისინიც ადამიანები არიან და მათაც აქვთ ემოციები და მათაც აქვთ გადაღილობა და ყველა გვჭირდება ერთმანეთის გამხრება მათ შორის ჟურნალისტების საქმიანობის გამხრებას რომლებიც აბსოლუტურად უხელფასოდ მუშაობთ და ემსახურებით ქვეყანას ყველა გვჭირდება გამხნევება და მერწმუნეთ აი ეს 5 სპეცსაზმელის დაიჭირეს უფრო მეც დაიჭირენ ვალდებულები იქნებიან დაიჭირონ და თუ არ დაიჭერენ ხალხის შეცვლის ამ ხელისუფლებას და მოვა ის ხელისუფლება რომელიც ყველას აგებინებს სამართლიანად პასუხს. ამიტომ ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება. და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ძალიან დიდხანს ვერ გაგრძელდება ნამდვილად და ყველას მოუწევს, ყველას აუცილებლად მოუწევს პასუხისგება ამ თემაზე და ლევან აუცილებლად მინდა გკითხოთ დღევანდელ შეხვედრაზე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან თქვენი პარტიიდან მე მგონი არ ყოფილა დღეს წარმომადგენელი, მაგრამ აი რამდენად მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა და ქართული ოცნება როცა ამბობს რომ აი რაღაცნაირად გადატვირთვას იწყებს შეერთებულ შტატებთან. აი თქვენ გექნებათ ინფორმაცია ამ შეხვედრის განწყობა. ეს არის სამუშაო პროპაგანდა ცდილობს რუსული პროპაგანდა ქართული ოცნების ტელევიზიების სახით ცდილობს რომ დააჯეროს საზოგადოებას თუ თითქოს რაღაცა გადატვირთვა მიმდინარეობს და ეს 5 შესაძლებლის გამოშვებაც რაღაცა საზოგადოებაში აი ახლა დაალაგდებიან და ასე შემდეგ ეს ინფორმაციები გადის საზოგადოებაში, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ თანამშრომლობს და არ ითანამშრომლებს
თანამშრომლებს ავტოკრატულ რეჟიმებთან, რომლებიც თავის ხალხს წამლავენ, თავის ხალხზე ძალადობენ, ებრძვიან და ასე შემდეგ. ამიტომ ეს სამუშაო ეს ვიზიტი არის სამუშაო ვიზიტი. მიიღონ ინფორმაცია პირველ წყაროებიდან რა ხდება ქვეყანაში, რა ხაზები გადის ოპოზიციას, რა მოთხოვნები აქვს ხელისუფლებას, რა მიდგომები აქვს და ბუნებრივია ეს ინფორმაცია იქ საბოლოო ჯამში განსაზღვრავს შემდგომ უკვე სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკას დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ. ხარდაჭერა ცალსახა არის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის შეერთებული შტატები ხარს უჭერენ საქართველოს ხალხს და ბუნებრივია ხალხის გვერდით არიან ის ადამიანები ვინც ძალადობენ ხალხზე ვერ იქნებიან მხარდაჭერელი ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ამიტომ ეს სამუშაო ვიზიტი არის მხოლოდ და მხოლოდ და ვერანაირად არ უნდა განვიხილოთ ეს რაიმე საკის დალაგების პროცესად არ იყო რომ სწორად ამ ვიზიტს დაამთხია ეს გუშინდელი განცხადება პროკურატურის და ბოლოსლევად მოკლედ რომ მითხრათ 26 მაისი ეს არის დაანონსებული თარიღი ოპოზიციური ალიანსის მიერ ნაციონალური მოძრაობა არის თუ არა აქტიურად ჩართული ამ პროცესში რა თქმა უნდა 26 მაისი არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ეროვნული ერთიანობის დღე არის და ბუნებრივია ჩვენ უნდა ვიზეიმოთ 26 მაისის დამოუკიდებლობის დღე მაგრამ ამ დამოუკიდებლობის პარალელურად ჩვენი პასუხისგებლობის დღეც არის ჩვენი როგორ უყურებთ ჩვენ უახლოეს მომავალს როგორ უყურებთ ჩვენ იმ მონაპოვარს რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს დამოუკიდებლობის სახით ვაგრძელებთ ჩვენ დამოუკიდებლად არსებობას დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას დღეს ის ეტაპი გვაქვს როცა 26 მაისს უნდა ვაჩვენოთ რომ ჩვენ კვლავ დამოუკიდებლობისათვის ვიბრძვით იმიტომ რომ ამ ქვეყანას მართავს რუსული რეჟიმი ამიტომ გვჭირდება ერთიანობა ამიტომ გვჭირდება მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებულებისა გამოვიდეთ და ამ რუსულ რეჟიმს ვაჩვენოთ რომ საქართველოს ქართველი ხალხი არასოდეს შეეგუება ამ ქვეყანაში დამოუკიდებლობის დაკარგვას და რუსული რეჟიმის არსებობას დიდი მადლობა ლევან სტუმრობისთვის ლევან ბეჟაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი საუბრობდა პირდაპირ ეთერში და ჩვენ ვიდრე მომდევნო სტუმარს წარმოგიდგენთ გეტყვით რომ საგარეო ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს სონატა კოლტერს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა თავად ეს ინფორმაცია ნათქვამია რომ განხილული იყო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას მხარეებმა განიხილეს მომავალი ნაბიჯები და დაადასტურეს ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მზაობა ვალერი ჩეჩელაშვილი სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელია ჩვენი სტუმარი მოგესალმებით ბატონო ვალერი დიდი მადლობა სტუმრობისთვის ამ თემით მინდა დავიწყო ნიშნავს ეს რომ ქართულმა ოცნებამ დაიწყო ურთიერთობის გადატვირთვა შეერთებულ შტატებთან ეს იმას ნიშნავს თუ ქართული ოცნება ცდილობს რომ დაიწყოს ეს გადატვირთვის პოლიტიკა და გასაგები მიზეზების გამო ახლა ამერიკელებთან ამ ურთიერთობების გამოსწორება უფრო შესაძლებელია ვიდრე ევროპელებთან ვინაიდან ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკა უფრო მეტი ტრანსაქციონალურობით არის ცნობილი მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ასე ვთქვათ უკეთესი ურთიერთობები შეიძლება ჩამოყალიბდეს ძირეული ფუნდამენტალური ღირებულებების ხარჯზე. ეს ერთი. მეორე, ჩვენ ვიცით რომ ამერიკის კონგრესში არის ძალიან ძლიერი ორპარტიული პოზიცია ჩამოყალიბებული საქართველოსთან მიმართებაში. ეს არაერთხელ გაჟღერებულა, უფრო მეტი ასე ვთქვათ თავშეკავებულობით, მაგრამ ასევე პრინციპიალური პოზიცია ჩვენ ვიცით სახელმწიფო დეპარტამენტის რამოდენიმე განცხადების შედეგად. მაგრამ ზოგადად რა თქმა უნდა ის ვაკუუმი რომელშიც აღმოჩნდა საქართველოს დღეს ძალიან ადარდებს ასევე ჩვენ პარტნიორებს როგორც ევროპელებს ასევე ამერიკელებს და ყველანაირად ცდილობენ ისინიც რომ აუხსნან საქართველოს მთავრობას თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას მან საიმისოთ რომ მოხდეს რეალურად ურთიერთობების გამოყვანა არსებული ჩიხიდან და ეს პრინციპში არის ამერიკელების შემთხვევაში ასე ვთქვათ ჩვენ შეიძლება წარმოადგინოთ სამი საკვანძო სიტყვით ეს არის პატიმრები, კანონები, არჩევნები და მეოთხეც ანაკლია რა თქმა უნდა და უფრო რო განვაზოგადოთ ეს სატრანსპორტო, საკომუნიკაციო ასე ვთქვათ დერეფნის ფუნქციონირების თემები რომელშიც ძალიან არის ამერიკის შეერთებული შტატები ბუნებრივია დაინტერესებული და აწუხებთ ძალიან ჩვენ პარტნიორებს ამერიკაში რუსეთის და ჩინეთის გაძლიერება ამ კონტექსტში. ამიტომ საქართველოს არავინ არ მიატოვებს, ეს ფაქტია.
გეოგრაფიას და გეოპოლიტიკას ვერაფერი ვერ შეცვლის. ამაში ქართული ოცნება მართალია, ოღონდ ერთი რამ არის, რომ გეოგრაფია ჩვენი და გეოპოლიტიკა ქართული ოცნების დამსახურება არ არის. ეს არის ჩვენი წინაპრების დამსახურება, ხოლო რამდენად ეფექტურად გამოვიყენებთ ჩვენ ამ გეოპოლიტიკურ შესაძლებლობებს, ეს არის დამოკიდებული ზუსტად იმაზე, თუ რაოდენ კარგი ურთიერთობები გვექნება ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. კი ბატონო, და აი ზუსტად აი ამ პარალელზე მინდა გკითხოთ, რომ მაშინ როდესაც შეერთებულ შტატებთან ამ რიტორიკითაც და თითქოს მოქმედებებითაც ცდილობს ქართული ოცნება, რომ გადატვირთოს ურთიერთობები და ამბობენ, რომ თვის ბოლოს იგეგმება კიდევ ერთი ვიზიტი. ამ დღევანდელი ვიზიტის შემდეგ პარალელურად დღეს შალვა პაპუაშვილმა ნახავდით ალბათ გამოაქვეყნა ეგრეთ წოდებული მისალოცი წერილი პაվել ჰერჩინსკის სახელზე 9 მაისს ევროპის დღეს თითქოს ულოცავს, მაგრამ ამ წერილში მისალოცი ერთი სიტყვაც არ არის, პირიქით ისევ თავდასხმები, ისევ შეურაცხყოფა, რომ სწორედ ევროკავშირმა გადაუხვია მთავარ ღირებულებებს და რომ ისინი ამ ყველაფერს იყენებენ საქართველოში ის დესტაბილიზაციის მოსაწყობად და რომ ეს არ არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა. აი ეს სტანდარტი რას ნიშნავს, ბატონო ვალერი? ანუ რა თამაშის რა წესებია ახლა, რასაც ისინი მიყვება? იცით რა, ჩემთვის პირადად ბატონი შალვა პაპუაშვილი არის ყველაზე დიდი იმედგაცრუების წყარო, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად მახსოვს 22 წლის მაისი, როდესაც ის ხელმძღვანელობდა საპარლამენტო დელეგაციას და ესტუმრენ უკრაინას და ჩავიდნენ ბუჩაში. დიახ. და როდესაც მე დავინახე მაშინ შალვა პაპუაშვილი იქ და რეალურად არ შეიძლება თამაშობდა მას, მაგრამ სერიოზული ესეთი განცდები ეტყობოდა და როგორ შეიძლება განცდები არ დაგეუფლოს იმისთანა ტრაგედიის ადგილზე, როგორიც არის ბუჩა. ვიფიქრე, რომ თუ რაღაცა იცვლება და რაღაც ახალი ფაზა იწყება ურთიერთობებში, იმის შემდეგ სრული დაღმასვლა განიცადა ამ პოლიტიკოსმა სამწუხაროდ და ახლა იმისთანა რიტორიკას მიმართავს, რომლის გაგონების დროსაც მე ვფიქრობ უხერხულობას ქართული ოცნების ყოველ შემთხვევაში რიგითი წარმომადგენლები მარია ზახაროვას თუ მოეწონება, იმიტომ რომ დღეს იქიდან ხოტბაშია ასხა, რომ აი ევროპისგან გადავარჩინეთ. ხო, ალბათ მარია ზახაროვას კი, მაგრამ ძალიან შორს შედის ბატონი შალვა რა. ეხლა თავარი რიტორიკა რაში მდგომარეობს? აკრიტიკებს ჰერჩინსკის, გასაგებია, მაგრამ ზოგადად როდესაც აკრიტიკებს ის ევროკავშირს, სხვათა შორის თუ დააკვირდით, ბატონი შალვა პაპუაშვილის განცხადებებზე არანაირი რეაქციები ევროკავშირიდან არ მოდის. იმიტომ რომ ის იმდენად არის აცდენილი, იცით რა, რომ პოლემიკაში შეხვიდე ადამიანთან, ხო უნდა გქონდეს რაღაც ხელმოსაჭირი, რაღაც კომფორტი. ანუ არ ტოვებს ბატონი შალვა ამას. ნუ მაგალითად ამბობს, რომ ევროკავშირი არის საბჭოთა კავშირი. დიახ. ხო, რომ პარლამენტის, ევროპარლამენტის პარლამენტარები არიან საბჭოთა კავშირის დეპუტატთა ყრილობის წევრები და ასე შემდეგ და ნუ ახლა ეთყობა ბატონ შალვა პაპუაშვილს ავიწყდება, რომ საბჭოთა კავშირში ფუნქციონირებდნენ ტროიკები, რომლებიც მილიონობით ხალხს ხრედდნენ სარდაფებში. ასახლებდნენ თელ ხალხებს. სხვათა შორის ეს საფრთხე ქართველების წინაშეც იდგა, მაგრამ ნუ რაღაცნაირად ჩვენ ავარიდეთ თავი ამას, მაგრამ ჩვენი მეზობელი ჩეჩნები, ინგუშები მაგალითად ხო, ავიწყდება ალბათ, რომ როდესაც ეგრეთ წოდებული არჩევნები ტარდებოდა საბჭოთა კავშირში, ხომ, იქ რეალურად არ ირჩევდნენ, იმიტომ რომ ერთი კანდიდატი იყო წარმოდგენილი, რომელსაც ხმას აძლევდა 99.9%. ეთყობა ძალიან ახალგაზრდაა ბატონი შალვა და არ ახსოვს. ეს მათი ოცნებაა, ბატონო ვალერი, რომ თვითონაც ასე იყვნენ, რომ აი ერთი პარტია ამას აბრალებენ ევროკავშირს, ხო? სადაც 27 ქვეყანაა წარმოდგენილი ევროპულ საბჭოში. და ნებისმიერ ქვეყანას კომპაქტურ ესტონეთსაც კი აქვს სრული უფლება, რომ დაბლოკოს ნებისმიერი გადაწყვეტილება და ევროკავშირის სხვათა შორის უდიდესი დიდი წილი ბიუჯეტის მიდის იმაზე, რომ ყველა სამართლებრივი აქტი ითარგმნება 27-ვე ენაზე. ხო? და უფრთხილდება ეს ქვაკუთხედი ესე ამ სტრუქტურული ფონდები ევროკავშირის ეს რა არის? მილიარდობით, აი 35 მილიარდი ევრო ახლა რომელიც უნგრეთს დაუბრუნდა, ხო? რატო? იმიტომ რომ შედარებით დაბალ განვითარებული ქვეყანაა და ეს სტრუქტურული ფონდები და ფონდების გადანაწილება იმაზეა მიმართული, რომ საერთო დონე ევროკავშირის ამაღლდეს, ვინაიდან ძლიერ ქვეყნებს აინტერესებს ძლიერი პარტნიორები და ხო, საბჭოთა კავშირს მართავდა, ეს იყო ტოტალიტარული ქვეყანა, რომელსაც მართავდა 15 პოლიტბიუროს წევრი და ეს 15 წევრი 15 რესპუბლიკას სულ არ წარმოადგენდა. კი ბატონო. ხო, ამის ნოსტალგია აქ ეხლა შალვა პაპუაშვილს და მის პატრონებს და ბატონო ვინ არ აქვს თამარ ამას
გასახულებ. კი ბატონო, ძალიან კარგია, რომ ბატონ შალვასაც ახლა ეს ხელს არ აძლევს, იმიტომ რომ ეს ამისთანა განცხადებები ასე ვთქვათ, ეჭვს ვბადებს მის ან ანგაჟირებაზე მიუთითებს ძალიან, იმიტომ რომ ალბათ ადამიანს სერიოზული განათლება აქვს მიღებს სხვათა შორის გერმანიაში. კი ბატონო, ზუსტად. რომელიც კი ბატონო, ზუსტად და ბატონო ვალერი, აი მე მინდა რომ უფრო მეტად ავხსნათ ახლა ქართული ოცნების პოლიტიკა, იმიტომ მოვიყვანე ეს ორი რადიკალურად განსხვავებული თითქოს მოცემულობა ერთმანეთისგან, რომ აი მაგალითად ჩვენ რამდენიმე დღის წინ ნახეთ შეხვედრა ზელენსკის ინიციატივით, რომელიც შედგა უკრაინის პრეზიდენტსა და ოცნების პრემიერს შორის და შემდეგ გაგრძელება ჰქონდა მაკა ბოჭორიშვილის და სიბიხას სატელეფონო საუბარი და ამბობენ, რომ ამას კიდევ მოყვება გაგრძელება. ანუ არის რაღაც ფაქტორები, რაც განაპირობებს იმას, რომ ქართული ოცნება ხდება იძულებული რაღაც ნაბიჯები გადადგას, შესაბამისად აქაც შიგნით რაღაცეებზე უკან დაიხიოს. აი ასეთია ეს მოცემულობა, ანუ გლობალური დღის წესრიგი ამას უბიძგებს, მათ შორის რუსეთის დასუსტებაც. ხო, აი მე მაგ თვალსაზრისით ვარ გამოუსწორებელი ოპტიმისტი და მე მაგალითად ხედავ რომ რაღაც მიმართებაში ავლენს რაღაც ახალ ტენდენციებს ქართული ოცნება. ნუ მოდით შევთანხმდეთ, რომ უბრალოდ ბრმა უნდა იყოს, რო არ დაინახო, რომ რუსეთი სუსტდება, ხო? ეხლა ემოციურად ამას არ ვამბობ, თუმცა მე უკრაინასთან დაკავშირებით აბსოლუტურად განსხვავებული გრძნობები მაქვს. ეს არის ჩემი მეორე სამშობლო, მე ძალიან კარგად ვიცი უკრაინული კულტურა, ენა, ისტორია და ასე შემდეგ და ყოველთვის ვიცავ და დავიცავ უკრაინას, სადაც არ იქნება და როგორც არ იქნება ეს ტომოსის მინიჭება, ჩვენი ურთიერთობების განვითარება თუ ასე შემდეგ. მაგრამ დღეს ფაქტებით რო ვილაპარაკოთ, ხომ? აპრილის განმავლობაში უკრაინელებმა გაანადგურეს 35,000 ოკუპანტი. ეს არის 7,000-ით მეტი, ვიდრე მობილიზაცია მოახდინა რუსეთმა აპრილსავე. აპრილის განმავლობაში 140 კვადრატული კილომეტრი გაანთავისუფლა უკრაინამ საკუთარი ტერიტორიის. ეს დიდი ხნის შემდეგ პირველი ასეთი პოზიტიური მიღწევა იყო. ამასთან ერთად, ესე იგი, ახერხებს უკრაინა, რომ ძალიან სერიოზულ და მზარდ როლს თამაშობს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მათი უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით. ეხლა ევროკავშირში ყველა პრაქტიკულად გადავიდა ახალ ფილოსოფიაზე უკრაინასთან მიმართებაში. თუ ადრე ამბობდნენ, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას, რომ იგი გადარჩეს, ეხლა ამბობენ, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას, რომ გადარჩეს ევროპა. ზუსტად, დიახ. ხო და ეხლა ეს ყოველივე რო არ დაინახო და რუსეთის შესუსტება რო ვერ დაინახო, ბრმა უნდა იყო და საბოლოო ჯამში ეს არის სახიფათო პროფესიონალური რეპუტაციის. ხო, თუნდაც ვიცით ჩვენ ბატონო ვალერი, რას ნიშნავს პუტინისთვის 9 მაისი და რას ნიშნავს რუსეთისთვის 9 მაისის აღლუმი. და ის როდესაც მისულია ამ კონდიციამდე, რომ მას ტექნიკაც კი ვერ გამოყავს, ბუნკერიდანაც კი ვერ გამოდის, ისე ეშინია და ეშინია უკრაინული დრონების და დღეს ინფორმაციაც იყო, რომ უცხოელ ჟურნალისტებს აკრედიტაციაც კი გაუქმეს აღლუმზე დასასწრებად, ვინც გაიარა, ესეც ხომ ობიექტური მოცემულობაა და ძალიან ინტერნეტი, კავშირები, მობილურები, ადამიანი იძულებული გახდა, რომ ბუნკერიდან დაერეკა ტრამპისთვის, რომ ტრამპს ეთქვა ზელენსკისთვის ხო და მე ახლა ვამბობ, რომ ახლა ქართულ ოცნებასაც ხო გააჩნია თავისი ინფორმაციის წყაროები და ბატონ ბიძინა ივანიშვილს თუ იმეს გააჩნია ქართულ ოცნებაში ყველაზე კარგი საინფორმაციო წყაროები თვითონ მას გააჩნია, ხო და არ შეიძლება რომ არ ხედავდეს ყველაფერთან ერთად შფოთვას, რომელიც ახლა არის რუსეთის ოლიგარქიულ წრეებში, იმიტომ რომ უშუალოდ ოლიგარქებს და მათ პირად თანხებს მიადგა უკვე პუტინი და რუსეთის მთავრობა ისე გაუჭირდათ. მე ვფიქრობ, ამ ყოველიმე იმოქმედა იმაზე, რომ ნუ ყალიბდება ეთყობა ეს აზრი ქართულ ოცნებაში, რომ უკვე არის დრო მოსული საიმისოთ, რომ რაღაც საგარეო პოლიტიკურ რესტრუქტურიზაციაზე იფიქრონ. ვინაიდან შეიძლება ნუ აი ამ ზაფხულის პერიოდში ისე კატასტროფულად განვითარდეს ურთიერთობები რუსეთთან, რომ ნუ ქართული ოცნება აღმოჩნდეს ძალიან დიპლომატიურად რო ვთქვა, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. ამ თვალსაზრისით ზელენსკისთან კონტაქტი არის მე ვფიქრობ ყველაზე შედარებით უმტკივნეულო მათთვის პოლიტიკური ნაბიჯი, რატო? იმიტომ რომ
იმიტომ რომ უკრაინა და საქართველოს ურთიერთობებს ყოველთვის ახასიათებდა ძალიან აბსოლუტურად განსხვავებული ემოციური ქიმია, ხო? ერთხელ მესამე პრეზიდენტ ბატონ მიხეილ სააკაშვილმა ბრძანა რომ არც ერთი ქვეყანა ისე არ უყვართ ასერთი ხალხი უკრაინაში უფრო მეტად ვიდრე ქართველები და არც ერთი ხალხი არ უყვართ საქართველოში და ქართველებს უფრო მეტად ვიდრე უკრაინელებიო და ქართველმა ხალხმა სხვათა შორის ეს ამ რთულ პერიოდშიც დაადასტურა, იმიტომ რომ 4 წლის განმავლობაში საქართველოსდან $100 მილიონ-ზე მეტია გადარეცხული მოქალაქეების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად ახლა ნუ ამაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ის რამოდენიმე 1000 ჩვენი ვაჭკაცი რომელიც იბრძვის უკრაინის, ევროპის და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ სხვათა შორის რაღაც წინაპირობები ამ თვალსაზრისით. ხო, რაღაც ასე ვთქვათ, მანევრის საშუალებები ქართულმა უცნებაც დაიტოვა. მაგალითად, გაგახსენებთ რომ შარშან დეკემბერში საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა ჰააგის ახალ კონვენციას, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის მიერ რეპარაციების გადახდას უკრაინისთვის. ეს კონვენცია ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის ჩვენმა ორმა მეზობელმა სომხეთმა და აზერბაიჯანმა არ მოაწერა ხელი ამას და რუსებისთვის ეს იყო ძალიან გამაღიზიანებელი ქმედება. და ეხლა აქედან გამომდინარე, ვინაიდან შეხვედრა შედგა მოკლე, მაგრამ შედგა, მე ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანი იყო ფაქტი, რომ შედგა, ვიდრე ის რომ ის იყო მოკლე. ზელენსკი ვიდრე შინაარსი. ამას მოყვა საუბარი, ან საუბრის შედეგად, როგორც ჩვენ გავიგეთ, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრისგან შეთანხმდნენ, რომ ჩატარდეს სისტემური შეხვედრა ეს არ იქნება რა თქმა უნდა არც ქალბატონი ბოჭორიშვილის ვიზიტი კიევში, არც ბატონი სიბიგა არ ჩამოვა საქართველოში, მაგრამ ბევრი პლატფორმები იმართება ევროპაში, მათ შორის ამისთანა შეხვედრები იქნება უახლოეს დროს აზერბაიჯანშიც, სადაც შეიძლება 2-3 მინისტრი ერთმანეთს შეხვდეს და დაილაპარაკოს უფრო სისტემურად, გამოძებნოს რაღაც ახალი კომპონენტები ურთიერთქმედების და როგორც მინიმუმ უზრუნველყონ ის რომ საქართველოს ერთში დაბრუნდება კიევში და უკრაინის ახალი ელჩი ჩამოგზავნდება თბილისში და პირველ ეტაპზე ალბათ ეს და შემდგომ ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ეს არის მხოლოდ ტაქტიკური მანევრები თუ ეს არის უფრო სერიოზული ძურები საქართველოს პოლიტიკაში. კი ბატონო, ვნახოთ და როგორ აისახება ეს ყველაფერი უშუალოდ ქართული ოცნების ბიზნე ივანიშვილის ქცევაზე, ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნითაც, ამას უკვე უახლოეს მომავალში ვნახავ. დიდი მადლობა ბატონო ვალერი მოგზანებისთვის და როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ვალერი ჩეჩელაშვილი სტრატეგიული ანალიზის